სპექტაკლი ნაცარქექია, რომლის რეჟისორი ოზურგეთის თეატრის დირექტორი, სამხატვრო ხელმძღვანელი ვასო ჩიგოგიძე წარმოადგენს ქართულ ფოლკლორზე აგებულ შემეცნებით შემოქმედებით ნამუშევარს. გამჭრიახობა, იუმორი და სიკეთის გამარჯვება ბოროტებაზე. ესაა ამ ზღაპრის და წარმოდგენის ქარგა, რომელიც კარგი მუსიკით, ქორეოგრაფიით, მხატვრობით, კოსტიუმებით და რაც მთავარია, მსახიობთა შესრულებით მაყურებლის ოვაცია დაიმსახურა. სპექტაკლის მიზანი კულტურული მემკვიდრეობის გააზრება და მისი თანამედროვე თეატრალური ფორმით გადმოცემა გახდათ. სპექტაკლის ინსცენირების ავტორი ლალი თაბაგარია, სცენოგრაფი ლომგულ მურუსიძე, კოსტუმების მხატვარი ქეთი ციციშვილი, კომპოზიტორი კოტე მალანია, დამდგმელი ქორეოგრაფი კი გია მარხანია გახლავთ. სპექტაკლში ოზურგეთის თეატრის მსახიობებთან ერთად თეატრთან არსებული სტუდიის მოსწავლეები და ქორეოგრაფიული ანსამბლი ფესვები მონაწილეობენ. ნაცარქექია სრულად მაინც არ გადავწყვიტეთ ნაცარქექიას მიხედვით ნახუცრიშვილის ეს გენიალური ნაწარმოებია. ჩვენ ბუკვაედურად არ გავყევით ნაცარქექიას, შევიტანეთ თემები და ლალი თაბაგართან ერთად ჩვენ ვიფიქრეთ ვერსიაზე, რომელი ვერსიაც, აი თეატრი, რომელსაც უნდა ზღაპრის დადგმა და მსახიობები შეკრებილები არიან და რეჟისორთან ერთად ფიქრობენ რა ზღაპარი დავდგათ, არის სხვადასხვა ვარიანტების შემოთავაზება და შეჩერდებიან ნაცარქექიას და მსახიობები იქვე მაყურებლის წინაშე გაითამაშებენ ნაცარქექიას მოტივებზე მიხედვით სპექტაკლს. აი ეს იყო ჩვენი ამოცანა, რომ ეს ამ ფორმით გვეთამაშა, იქვე გადასცმა, იქვე ჩაცმა, იქვე შესვლა სახეებში და ბავშვებს ამ გენიალური ზღაპრის შარმი გაეგოთ. ბევრი რამ ჩასწორებულია იქ, ნაცარქექია არ არის ბიძა, არამედ არის მამა და ასე შემდეგ და სხვადასხვა ზღაპრებიდანაც შეტანილია უმნიშვნელო შტრიხები. მაგრამ ჩვენთვის ეს მაინც არის ნაცარქექია და ნაცარქექიას თემა. ბოროძე სიკეთის გამარჯვების ნაცარქექია საერთოდ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ზღაპარია ქართულ ხალხურ ზღაპრებში. თვითონ ნაცარქექიას ფენომენი ეს არის, როდესაც ძალადობასა და ოხეშ ძალას ყოველთვის ხერხი ჯობია ღონესა, თუ კაცი მოიგონებს, ასე არ არის ყოველთვის შუბლით შეასკდე რაღაცა და ამიტომ თვითონ ნაცარქექიას ფენომენი ძალიან საინტერესო ფენომენია. ეს ხშირად იდგმება ქართულ თეატრში, მეც ხშირად მომიწია შეხვედრა და ამ შემთხვევაში შევეცადეთ, რომ დროის შესაბამისად გავგვეკეთებიათ, უფრო არ არის ეს სულ გათანამედროვებული, მაგრამ მაინც შედარებით თანამედროვე ინტერპრეტაციას ვცდილობდით, რომ ნებისმიერ თეატრში, როდესაც აი ესეთი მნიშვნელოვანი ამბავი ხდება, ანუ მნიშვნელოვანი იმ მხრივ, რომ ბავშვებისთვის იდგმება სპექტაკლი, ეს არის ძალიან პოზიტიური ფაქტი, მით უმეტეს, როდესაც არის დრამატული თეატრი, არ არის თითქოს ამ მიმართულების, მაგრამ მოდის ყველამ კარგად იცით ახალი წელი, მოდის ოცნებების, ასრულების დღეები და აი ამ პერიოდში, როდესაც ბავშვებს ჩვენ თავაზობთ ქართულ მასალაზე დაფუძნებულ ყველასათვის საყვარელი გმირის ნაცარქექიას თავგადასავლის ახალ ვერსიას, თავისთავად ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე ულოცავ ამ თეატრს, ამ წარმატებულ სპექტაკლს, ძალიან ფერად სპექტაკლს, ძალიან ხალისიან სპექტაკლს და ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ პროფესიონალ მსახიობებთან ერთად არიან სტუდიელები, არიან აქვე ადგილობრივი ანსამბლის წევრები, ეს ყველაფერი ამთლიანებს თითქოს აი